მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 17 რიცხვი. ძალიან ვაგვიანებ მოკლედ ვიდეოების დადებას და ძალიან არ სიამოვნებს, მაგრამ რა ვქნა, ასე გამოდის, იმიტომ რომ არის ხოლმე ისეთი მომენტები, როცა ძალიან ვიღლები და ფიზიკურად იცით როგორი ის არის, აი ხო არის, რომ აი რაღაცა განწყობით უნდა მოვიდე თქვენთან, ხო? ანუ ენერგიულად თუნდაც, ხო და რაღაცა არ გამომდის. თან დრო ჭირდება ჩაწერას, მერე რენდერს, მერე დამონტაჟებას, ამიტომ აი ძალიან შეზღუდული მაქვს რა მოკლედ დრო სამსახურიდან რომ მოვდივარ ხანდახან აი თქვათ მეორე წლაში 10-ზე რო ვასრულებ სამსახურს, სადაც ესე 11:30-ზე, ახლა ზუსტად მაგ დროს ხო არ გამოვალ, ანუ რაღაც პატარ-პატარა საქმეებია და 15 წუთი მინდა, ანუ ფეხით როცა მივდივარ და იქიდან ძალიან ხშირად მოდის ავტობუსები და ორი გაჩერებაა და მოკლედ მოვყვები ავტობუსს, მირჩევნია დაღლილი ავტობუსით და აღმართია ოდნავ და ესე ამოვიდე ხოლმე და მოკლედ მაგასაც მაინც დრო ჭირდება იქ დალოდებას, ისა და მოკლედ მოვდივარ სადაც 9:30-ზე 11-ის და მინდა ხოლმე ცოტა ხანი დავждე, დავისვენო, თან ისეთი ის მაქვს რეჟიმი რომ მოშიებული, წყურვალი, მოკლედ დავждები ვისვენებ ხოლმე რა და მერე უკვე ან თუ მოახერხე და მეყოძალა სადელს ვამზადებ ხოლმე და მერე ვიძინებ და როცა დილის სვავარ, აი დაღეჭილი მოვდივარ სამსახურიდან. მერე სკოლაში მიმყავს სოსო, მოკლედ ძალიან დაღლილი. შემიძლია აი ამ პერიოდში, ანუ ეს სოსო სკოლაში წაყვანა და ესეთი რაღაცები გადავიღო ხოლმე, მაგრამ სულ აი გადარბენებზე და სულ ჩქარობთ, იმიტომ რომ ჯერ ისედაც დაგვიანებით მივდივართ. ვინც არ ხართ საერთოდ სკოლაში, მოკლედ სოსო შეუძლია ჩვეულებრივად, ანუ თვითონ წავიდეს სკოლაში, მოვიდეს, მაგრამ არის ესეთი რამ, რომ ჩვენი კარები, ანუ ჯერ იყო რომ მოვაგვარე ის, რომ დუპლიკატი გავაკეთე ისი გასაღების, ეგ ხო. ახლა იჭედება კარები, ისე იჭედება, რომ მოკლედ ჩაკეტვა გაღება არის ძალიან პრობლემური. მეც კი მიჭირს ხოლმე ჩაკეტვა და ასე ტექნიკა უნდა რა, მოკლედ ეს აი რო იტყვიან დამუღამება რა და ასე ვთქვათ ესეთი ამბებია. ხო. ეხლა რაც შეეხება სიახლეებს და ხო, თან ეხლა დღეს ვარ მეორე ცუა. ახლა არის პირველი საათი, მაქვს ცოტა დრო, ამიტომ გამოვძებნე თქვენთვის. დილას გამეღვიძა ადრე. მერე მაღვიძა რა დავაყენე 10 საათზე, იმიტომ რომ მინდოდა რომ გამომეძინა, რომ ენერგიაზე ყოფილიყავი და მოკლედ შევიბრუნე რა 1 საათი კიდე ჩავიძინე, მერე რომ დარეკა მაგვიძამ წამოხტი და გავაკეთე სადილი. მეგობრებო, ესეთი ლაიფჰაკი, ესე იგი, მწვანე პამიდორი ფასაკლებაშია ჩვენთან და ლარამდერის, მოკლედ ლარირის რა და ზოგიერთი დამწიფდა, ხო და ამოვარჩიეს დამწიფებულები და კარგად ეს საკმაოდ ესე წამოვიღე და გავრეცხე, გავატარე საკეთ მანქანაში, მეზობელმა რომ მათხოვა საკეთ მანქანა. ბულგარულზეც ფასდაკლება იყო, ბულგარულიც გავატარე, მოკლედ სტაფილო, ნიორი, კიდე რა გავატარე, მოკლედ რაღაცები გავატარე რა და ეს რა ქვია, ბარკლები დავჭერი, მოკლედ ჩახოხბილის ვარიანტი გავაკეთე ესე. ოღონდ მწვანლების ან მწვანლები არ მქონდა გინძი ოხრახუში და კარგიც გამოვიდა ამის გარეშე, ანუ კამა მქონდა და კამა გავუკეთე. უგემრიელესი გამოვიდა და ბრინჯი მოხარშე, პროცესს უყარს ესეთი რაღაცა რა ჩახოხბილის ვარიანტი ბრინჯთან ერთად. მოკლედ აზიურის ის ვართ ჩვენ მოყვარულები და მოკლედ ესეთი ამბები. ხო, ეხლა რაც შეეხება სიახლეებს. აქედანაც მოგესალმები მაგას და თავის შვილს და მაგას გოგოსაც მართალი არ ვიცნობ, მაგრამ აქედან მოგესალმები, მოკლედ
ძალიან ესეთი მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩვენთვის. მომწერა და მითხრა, რომ რაღაცები მაქვსო, თუ გინდობდი კი მეთქი დიდი სიხარულით გამიხარდა. და მე და სოსო წავედით მოკლედ მაკასთან და გვაჩუქა მოკლედ საწოლი, საწერი მაგიდა, სოსოს კომპიუტერისთვის, ანუ მონიტორი ხო აქვს, დამატებითი მონიტორი, რომელიც ჰქონდა ადრე ეგეთი მონიტორი და მოკლედ რო გაგვიჭირდა გავყიდე რა. და ასე ვთქვათ, ისევ დაუბრუნდა ეს მონიტორი საჩუქრის სახით. კიდე მოკლედ ძალიან ბევრი ესეთი წვრილმანი რაღაცები და არა მარტო ჩემთვის, მაგალითად წვრილმანი არ არის, ქვაბები, ტაფები და ესეთი რაღაც, აი, ვიძახიან რუსულად კუხნეევდვე, ხო? და ეს იგი ისეთი გახარებული და სხვათა შორის, აი, რომ დავალაგე ეს ყველაფერი, ანუ ისეთი ის ვიყავი დაღლილი. თან წელს მქონდა გაკავებული ვინც იცით და აი რაღაცნაირად იმ დღეს ვაპირებდი, ნუ სატესტოდ მეთქი დედასთან გავალმეთქი და ისე მოხდა, რომ სამყაროზე ვარ გამომცადა რა. ხო და ასე ვთქვათ, მოვედი რა ფორმაში. ავაწყე ეს საწოლი, სოსოს უთხარი დაწექი, აბა მიდი ნახე როგორია რაღაცა. მოეწონა, მაგრამ მაკამ მითხრა, რომ ეს ანუ ჩემ მირჩევნია, იმიტომ რომ ეს პრუჟინებიანი მატრასი აქვს და მოკლედ მეთქი მაინც დაწვევი ხოლმე ხანდახან თქო. ხო ვინც არ იცის რაზეა საუბარი, მოკლედ მაკას ყავს შვილი, რომელიც ძალიან კარგად სწავლობს, მოკლედ ახლა მგონი მაგისტრატურას ამთავრებს თუ მაგისტრატურაზეა და არის პროგრამისტი და მოკლედ მისი წყალი გადმოგესხასო, სოსოს უთხრა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოლოდინი მაქვს უпростоრედ, სოსოს უყვარს მათემატიკა ზოგადად, ფიზიკა და ეხერხება კიდევაც ასე ვთქვათ და თან პროგრამირება ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა ჩვენ საუკუნეში და ასე რომ მოლოდინი მაქვს, რომ ეს წყალი მართლა გადმოესწრება სოსოს და იქნება კარგი მცოდნე და სპეციალისტი თავის დროზე. ხო, აი ესეთი ამბები, ხო, დღეს ხო სადილი მოვამზადე, როგორც თქვი. ხო და მოკლედ ისეთი კაი ეს იყო შეხვედრა, აი გეგონებათ, აი თითქოს დიდი ხნის ნაცნობს შევხვდიო რა. აი სუფთა გული და სულის ადამიანი, მაგრამ არ შეიზღუდა. მართლა ესეთი აზრი მაქვს შეცვლილად, აი ძალიან კმაყოფილი და სოსოც ისეთი აღფრთოვანებული იყო. მოკლედ მერე გაჩვენებთ რა როგორ დავალაგეთ, რა გავაკეთეთ. უკვე იმ ქვაბს ხმარობ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო მიყვარდა ის ჩემი ქვაბი ადრე რომ ვიცახდი რაღაცა ეს მისი რო ამ ელექტრო კი არა და ედო აი რა ქვია, მოკლედ სხვა რაღაცაზე რო არ მუშაობს, თუ როგორაც არის რა, ანუ სხვა პრიორიტეტებზე, თუ მოკლედ რაც არის. სპეციალური ისა, ნუ მსგავსი ქვაბია და აი არ ვიცი რა, ჩემთვის ჭურჭელი და ეს არის ძალიან ბავშვობიდან მიყვარს რა, ყოველთვის როცა რაღაცა ხურდებს მოვაგროვებდი, რაღაცა ყოველთვის ჭიქებს, კოვზებს, რაღაცებს ყიდულობდი ხოლმე. ხო და ესე, ახლაც მაგას ნაჩქარი ლუდის კათხვებიც გამოგვაყოლა და მე და სოსო ვსვამთ ხოლმე ჩაის. ეხლა რაღაცა ცოტა თავის შევატყე რომ რაღაცა გაციებისკენ. მოკლედ გვირილა ჩავაგდე, ჩაი ვანდამ მაჩუქა ეს თვითონვე ლიმნიანია თუ ლაიმით არის მოკლედ. და ჯინჯერი ჩავაგდე შიგნით, ცოტა თაფლი გავუკეთე და მოკლედ ეხლა ვსვავ რომ ცოტა რაღაცა პატარა თავის ტკივილივით მქონდა. სულ ბამბუკებია. ესე გაყოლებაზე. მოკლედ გამოვახციე ლეხანოვზე. დროში ჩავეტიე. და მოგიყვებით მერე, სად ვიყავი, რატო ვიყავი.
ახლა საით უნდა წავიდე ზუსტად თუ ვიცოდი. მე მგონი მარჯვნივ რაც კი ნამდვილად. ახლა გადასასვლელი მინდა. ზებრაზე გადავალ და სამსახურში ვარ. საყარელი მაღაზია. უნდა სოსოს ვუყიდო რუსულენოვანი წიგნები, იმიტომ რომ არა ქართულადაც უნდა ვუყიდო, მაგრამ რუსულად სწრაფად კითხულობს და ინფორმაციას მიიღებს უფრო ასე. კარგი ხაბა. მოვედი. მშვიდობის დღეს არის კვირა. ერთ კვირაში მე და სოსო მივდივართ ექსკურსიაზე. როგორც იქნა გვერდის რაღაცა პატარა ქალაქიდან გასვლა. შემოდგომა უკვე მოვიდა თავის ძალაში. შედი. 8 საათი ხდება. სამსახურისკენ გავრბივარ. კაცშვილის ჭაჭანი არ არის ვიტყვიან. აბა კვირა დილას. ოხის ვენერს ზინოთ. მე კიდე მივდივარ სამსახურში. ცოტაშიც მანქანებიც არ არის ბევრი. ესე გამოიყურება დილით ჩვენი ქუჩები. გამზირების კვეთა. დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის. გადავედით. ეს დაგვია მას ბუჩქები ყვავილობს. მეგობრები მოხეთქეს ულამაზეებია. ცუგა იმაინებაინც ახლა ჩაქრა მწვანე. საათს დავხედო 5 წუთი დამჭა მეყოფა. მოკლედ აიქით მივდივარ. ახლა სოსოს სკოლა აქეთ არის. აი სადაც ავტობუსი ჩანს. აი მან ზუსტად. და მაქედან აი ეს ამ გზას ანუ აი ამ გზას ესე გამოდის. მერე გადმოდის აქ გადმოსასვლელზე. ასე და მერე მიდის ანუ ეს როცა ჩემთან მოდის ხოლმე. შეინთება ეს წითელი მწვანე წითელი მოტკი. აი აი ამით ხო ტროტუარებზე ისე დაქრიან. სუპა. ისე დაქრიან ტროტუარებზე, რომ აი მთელი სისწრაფით და აი შემთხვევით რა, ოდნავ გვერდზე რომ გადადგა ფეხი, გაგიტანეთ რა, დაგეჯახდნენ სერიოზულ ღამას მოგაყენებენ. არ ვიცი, საერთოდ შეიძლება ტროტუარზე ამით სიარული ბავშვები დაყავთ, ну არ ვიცი. ამას არავინ არ აკონტროლებს როგორც ჩანს. როგორც ვიცი, ჩვეულებრივ გზაზე უნდა მიდიოდნენ, ხო ესეა? აი ანუ მანქანები შეგვიძლია. სკუტერები, ახლა ცალკე გზა რო იყოს, კიდე ხო.
მოკლედ ქვეითებისთვის ყველაფერი უკუღმართად არის რა. მეგობრებო, მგონი თუ სწორად გავარკვიე, იმიტომ რომ რაიმე რაღაცები შეიცვალა იმის მერე. მთელი რამდენი წელია გასული 40 წელზე მეტი. იქ მუშაობ, სადაც მგონი, სადაც ბავშვობაში რძის რიგში ვიდექი ხარ. სეტკითხელში მე და ჩემი მეზობლები. ბოთლები მიქონდა, ბოთლებს ვაბარებდით და ტარას ვაბარებდით, ანუ ცვლიდით რა. და რძე მქონდა, მარტო რძის ფულს ვიხდით. ასე ადრე ესე იყო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში. ისეთ შეგეძლო გეყიდა, მაგრამ წარმოებაში ტრიალებდა ეს ფილები და ბოთლებიც. და ეს ლოკაცია მოკლედ ძალიან მომწონს შემოდგომის არის პროცედურები. ხო და ეს ავერსის არის სარეკლამო. დილაუთენია პატრულის რაღაც გარბის. ვერთა მშვიდობა მოგწეს, ვერთა მასლა ისეთი ცხოვრება მოგწა ყველას, რომ არაფერი არ ძაბავდეს ადამიანს. მე მგონი, მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი მოდის ფიქრებიდან. მასიურად ხალხი კარგზე არაფერზე არ ფიქრობს. თავისთავად, როცა კარგზე არ ფიქრობს ადამიანები, დაბალი ვიბრაციებია, ვინც ერკვევით ამ რეზონანსის საკითხში, დაბალი ვიბრაციები კიდე წარმოქმნის უარყოფით ენერგეტიკას ირგვლივ და იმიტომ არის ამდენი ცუდი ამბები რომ ხდება. რაც უფრო ადამიანი თავს აიყვანს ხელში და პოზიტიურად იფიქრებს, იაზროვნებს, უკეთესად წავა ყველაფერი. საქმეების და ცხოვრება. მოკლედ ადამიანი როგორც კი დაიწყებს, ჩაფიქრდება რამეზე და რა თქმა უნდა, ხო იცით, ადამიანს ცუდის უფრო სჯერა ვიდრე კარგის და შესაბამისად პრობლემებზე უფრო ხშირად ფიქრობს ადამიანები ვიდრე რაღაცა კარგზე. უნდა ეგრევე გამოაფხიზლო საკუთარი თავი და შემოუძახო, რომ გაჩერდი და რაღაცა ზე უნდა გადაიტანო ეს კონცენტრაცია, ყურადღება და მოკლედ რაც უფრო ხშირად შეძლებთ ყურადღების გადატანას რეალურ ნივთებზე და საკითხებზე, უფრო უკეთესად წავა საქმე, იმიტომ რომ ფიქრებიდან იწება ყველაფერი ხო ამბობ. ფიქრი წარმოქმნის ამ ყველაფერს და უარყოფითი ფიქრები რო ტრიალებს თავში ამ ასე ვთქვათ ჯოჯოხეთურ წრეზე, როგორი უნდა მეთქვა, ტრიალებს და დავახციოთ ამ რა გაიჩქრებია. თან ახლა ძალიან აქტუალური მოდაში ესენი. და ესეთი ამბები. მოვედით თითქმის რკინიგზელთა სახლი. კარგი დაბადროები ამოდის ასფალტიდან. ეს ამბავი ხდება ამ კორპუსის ქვემოთ, რომელიც ავარიულია. აქა და კიდე სად იყო? კიდე აქედან ამოდის, მიცა შუქზე. გაიძიეს უსო შუქზე მეფარები. იქაც ხო ცოტა ამოდის. მოკლედ
გამორეცხავს ეს ახლა ასვალს მექი მიწას ქვემოდან და მე ჩაინგრევა და მანქანა ჩავარდება ან რაღაცა კიდე უბედურება დატრიალდება. მიესალმესოსო? გამარჯობა. ორი კოლკაუჩირეთ. ახლა ვიყავით ჩვენებთან ბრუნდებით სახლში. დღეს პირველი ცვლა ვიყავი და ცოტა მეძინა კიდევაც, ჩემებთანაც მოვიარე. ახლა მივდივარ ხალ მეორე ცვლა ვარ და დილასაც ცოტა გამოვიძინე. ეს თი ამბებია.